მოვემზადეთ იმისთვის, რასაც ქვია ჩვენი გრანდიოზული დაჯილდოების ცერემონია და შემდეგ პატარა ლამაზი სურპრიზი. ხოთ, ჯერ ყველა მონაწილეს გამოვზადეთ სცენაზე. ხოთ, ბავშვებო და პარალელურად ახლა უნდა მოვიწვიო ადამიანი სცენაზე, რომელიც მე თავში დავახასიათე როგორც საუკეთესო ადამიანი. და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ფამილარობის გარეშე და ზედმეტი რეგალიების გარეშე ვიტყვი, რომ ის მართლა კარგი ადამიანია. ძალიან კარგი პიროვნებაა და კარგი მეგობარია. კარგი აღზრდილი და კარგი პედაგოგი. ჩვენი და ამ ბავშვების მეგობარი. სცენაზეა ნონა ფულაძე. მოდი ჩემთან. მისი დამსახურება დღევანდელი აი ეს საღამო. მისი დამსახურება ასეთი ღირსეული მასპინძლობა. აი ამ ჩვენი შესანიშნავი გოგონები. სად არიან? გამოეყოს ის 4 გოგო, მინდა რომ ჩემთან მოვიდეთ. შემოდი სოფო შემოდი. სად არიან გოგონები? ჩვენი გენის გოგონები. სულიან და გასაგები, კი ბატონო. ნონა ჯერ ყვავილები ჩაიბარე და საჯარო მადლობა მინდა გადაგიხადო ასეთი ლამაზი ღონისძიების ორგანიზებისთვის, იმიტომ რომ შენ ხარ ის ადამიანი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცე და შეძელი, რომ ეს ასე უნდა მოხდეს. ახლა კი ნონა, შენ მოიწევ ადამიანს თუ მე დავუძე? მაშინ მიკროფონს გადმოგცე. ახლა გუნდის წევრებამდე მე დავუძახებ იმ ადამიანს, რომელიც შორიდან ჩამოვიდა ჩვენთან და ქალბატონი ანა ლობჟანიძე მინდა მოვიხმო. ქალბატონი ანა ლობჟანიძე ესპანეთში, ბარსელონაში შვენი ქართული გენის გამგროვებელი და დამცველი. საფრთხე შემოგვიერთდი ქალბატონო ანა. ამოდისმენდები ქალბატონ ანას და მადლობა ქართული გენის შენარჩუნებისთვის ასე შორს საქართველოსთან. მადლობა იმისთვის, რომ უფრთხილდებით ყველაზე პატარა ნაწილს, მაგრამ ძალიან დიდ ნაწილს ქართული გამარჯვებების, რასაც ქართული ხელოვნება ქვია. და ეს ყვავილები ყველა თქვენი, რა თქმა უნდა. ნონა, აბა აწი ახლა შენ მოიხმე შენი ადამიანები და ჩვენი საერთო მეგობრები და მე ყველას ერთად მოვიყვანო. მოგესალმებით. მიხარით ჩვენს ქვეყნით მოგწამთ ესწრებით ჩვენს ღონისძიებას და პირდაპირ ვიტყვი, რომ ძალიან ფორს-მაჟორულ სიტუაციაში ვარარეთ, რადგან ეს ყველაფერი მოიცავს 4 დღეს, 4 სამუშაო დღე, აი ამ სიცხეში ეს ჩემი გმირი ბავშვები, აი ასე წარსდგნენ და მადლობა მათ. მიყვარხართ ბავშვებო, ძალიან მიყვარხართ. ანდახან უბრალოდ, მაგრამ იმიტომ რომ მინდა რომ ის შედეგი იყოს, რასაც მე ვითხოვ. მინდა მოვიხმო სცენაზე ჩემი ძალიან მაგარი გუნდის წევრები, ჩემი შვილი გაგა გამცემლიძე. ჩემი გაზრდილი ჩვენი ანსამბლის რეპეტიტორი მარიამ გურგულიანი, უნიჭიერესი, უმაღლესი ჩვენი ანსამბლის ულამაზესი მასწავლებელი. ჩემი ულამაზესი ლუბა ნაჭყებია. ჯონი გალობლიშვილი, ჩვენი სტუდიის პედაგოგი და ვამაყობ, რომ ძალიან კარგი გუნდი ვართ. ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ფიქრობ, რომ ვართ. მაინც შინაარსი იგივეა ჩემონა, რაც ამბობ მადლობა. და ეხლა უნდა პატარა სიურპრიზი შემოგთავაზოთ. ვიცი, რომ ძალიან დაიღალეთ, მაგრამ მადლობა თქვენ, რომ გაჩერდით ამდენი ხანი, სადაც რომ მოგძანდეთ. 5 მაყურებელიც რო ყოფილიყო, იციან ამ ჩვენმა მამულიშვილებმა, რომ 5000 უნდა უდრიდეს ის 5 მაყურებელი. და დარბაზში ბრძანდება ჩემი უსახარლესი პიროვნება ნუგზარ ჭიქური, ჩემი მასწავლებელი.
თქვა. მოგზაურობა თუ შეიძლება სცენაზე ამოგზავნით. ქართლის გაცნობით. და ბატონის ზვია ცეხნიაშვილის საპატრიარქოსთან ჩოხოსნების საზოგადოების ხელმძღვანელი. სიტყვას გადავცემ ბატონ მუსტაფას. მოგესალმებით ყველას, ვიფასო მეგობრებო. ლევანდელი ესეთი ლამაზი საღამო, აი ასეთ სიცხეში, ესე გაუკანეთ სიცხეში, რომ ესე შეუჩერებლად ესე ერთი ამოსუნთქი ჩაატარეს, აი ამ გმირებმა ასე ვიტყოდი მე, ამ ბავშვებმა და პედაგოგებმა და მთელმა ჯგუფმა, ეს არის ძალიან მისასალმებელი. ძალიან ბევრჯერ და ვიცი ახლა მამულიშვილის პროგრამა, თვითონ წარმატებები, ყველაფერი, მაგრამ ესე მოკლე დროში, ესე და ამ სიცხეში და ძალიან და ისიც ვიცი რომ ბევრი დასვენება იყო გამოცხადებული, ამ შემდეგ და ასე ვთქვათ ექსპროტად გამოცხადა შეკრება და ერთ დაძახილზე რო იტყვიან შეიძლება ეს ლამაზ შეიძლება ლაშქარი და მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ შემოკარგებო ესეთი კარგი საღამო. ეხლა რა შეიძლება ჩვენს სტომას ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ ჩვენები არიან რა გენი ხო? გენი. ჯერ მარტო იქიდან დავიწყოთ რა კარგია ხო? ქართული სახელწოდება გენი, რომელსაც დაარქვა ჩვენმა ანი ლობიანიძემ, ჩვენმა საყვარელმა ქალბატონმა. ორიოდე სიტყვით ისტორიას ვიტყვი, საიდან დაიწყო და როგორ ეს დაიწყო 98 წლიდან. როდესაც სერგო ზაქარიაძის სახელობის კურსსაგანმანათლებლო სასწავლებელში ჩააბარეს და დაიწყეს სწავლა აი ამ ლამაზმა გოგო ბიჭებმა ეხლა დარბაზშია ბრძანდებიან ნაწილი აგერ არის ჩვენი ნონა, ჩვენი მამი და ერთ-ერთი პედაგოგი მე გახდით ჩემს პედაგოგთან ერთად და მათ პედაგოგთან ერთად დიდ პიროვნებასთან ძალიან უდიდეს არ ვიცი როგორ თქვა ქორეოგრაფს, პედაგოგს, ალბათ პედაგოგი უფრო იქნება, ჩემთვის პედაგოგია ყველაზე უფრო ძვირფასი, კონსტანტინე მანჯგარაძესთან ერთად. დიახ, ნამდვილად აკადემიკოსი და აი იქიდან დაიწყო ჩვენი ასე ვთქვათ ურთიერთობა, ჩვენი მეგობრობა და დღემდე გრძელდება. ძალიან კარგია. არანაკლები დიდი ძალისხმევა ჭირდება, რომ კარგი მეგობარი იყო თვითონ. და შემდეგ მოკითხო სხვას და აი ესეთი კარგი მეგობრები არიან, აი იქიდან 98 წლიდან ეს ჯგუფი დღემდე ჯგუფი ძველი სიტყვა ხო არ არის, მე მგონი კარგია ხო თუ არ ვწდები და აი ეს ჯგუფი ერთად მათთან ერთად მეც მეგობრობ და ბალაშიკობთ ერთმანეთს ხარში უდგავართ, რითაც შეგვიძლია როგორ შეგვიძლია. ამიტომ მულოცავენ ქალბატონ ანჟელას დღეს ჩვენთან სტუმრობას ამ სცენაზე მის ახსასძელებთან ერთად და იმ ჯგუფთან ერთად, რომელიც მას ალბათ ესპანეთში ელოდება, რომ დაბრუნდება აქედან. მადლობა თქვენ ყველას, მადლობა დარბაზს და მადლობა თქვენ გმირები ხართ თქვენ ბავშვებო დღეს. ბატონო მუხსა, სანამ ბატონ ზვიათთან გადავიდო და სიტყვით აქვე ინფორმაციას მოგაწვით, მე ეს ვიცოდი რომ დღეს არის ქალბატონი ანჟელას ქალიშვილის დაბადების დღე და რა საოცრად დაემთხვა, მოდი მიულოცოთ იუბილეარ დღესთან. აქ არ არის აღესწრება სამწუხაროდ, მაგრამ აი ჩვენი კამერების საშუალებით ოხრა ოპერატიულია ჩვენი ბეკა. აი ასე ულოცავთ ჩვენს ქალიშვილს, რა ქვია სახელი? ელენე. ქეთევას ულოცავთ აქედან თბილისიდან ყველანი ერთად დაბადების დღეს და ყოველთვის ლამაზი, ყოველთვის ჯანმრთელი და ღირსეული მომავალი ქონდეს თავის ლამაზ ქვეყანასთან ერთად და სადაც არის იქ თავისთავად. მადლობა. ბატონო ზვია, მეთა რომ არ გადმოვიდეს იმით ახლა დანაშაული იქნება კაცობრიობის წინაშე და ამიტომ სიტყვას გითხოვთ ახლა თქვენ. დიდი მადლობა ყველას მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, დიდი მადლობა პირველ რიგში ორგანიზატორებს, რომ ამ დღესასწაულის ღირსი გამხდარით, ჩემო ძვირფასო ნონა. რაც ჩვენი ურთიერთობა დაიწყო, ვფიქრობ, რომ ჩოგოსნები ისედაც მამულიშვილები იყვნენ, მაგრამ
ამ მამულიშვილობით, ამ მამულიშვილი დიდი ძალა შემოემატა პატრიარქის ჯობოსნებს და ამისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ ყველას. და ჩვენ რომ აღარ გადაგვალოთ ზედმეტად, ისედაც გულში ამთია ცეცხლი ამ ყველაფრით გვინდა რომ ყველაზე ძვირფასი რაც ჩვენ გავაჩნია ეს არის ჩვენ დედა ეკლესია და ჩვენი სამშობლო და ჩვენი ეკლესიის მწყემსთავარი ჩვენი ძვირფასი პატრიარქი რომელსაც აქედან მინდა მივესალმოთ ერთი აი როგორ გვიყვარს დავანახოთ თუ შეიძლება ჩვენ ძვირფას მამას და ანსამბლ მამულიშვილთან ჩვენ უკვე ერთხელ ვიყავით პატრიარქის სიყვარულით სამების საკათედრო ტაძარში. ეხლა კი მე მინდა ის 4 ყმაწვილი რომელიც ემიგრაციიდან ჩამოვიდა სამშობლოში თუ შეიძლება რომ დავანახოთ აბა სად არიან სიურპრიზი ზუსტად ერთ დღეში მომზადებული აი ესე ექსპრომტად ძალიან განვაკრიტიკებ მიანა მამულიშვილის მოცეკვავე ბიჭები ანას მოცეკვავე გოგონებთან ერთად ბატონ ზვიადისგან საჯუხები ჩვენის უკრეფცებს.
ვარ დავსვლებოდი მამულიშვილის და იმ ლამაზი დღის აი არ ვიცი თეთრ ლამაზეს და 300 მამულიშვილი ედგა მახსოვს სამების ტაძრის კიბეებზე მაშინ და 300 მამულიშვილი გახდა ჩოხოსანი. ახლა ეს საჩუქრები თქვენგან გადაეცემა გენის მამულიშვილებს, მოდი ასე ვთქვათ რა. და გოგონებო, ბატონი ზვიადისგან მინდა რომ აი ეს საჩუქრები მიიღოთ თქვენ ჩვენი სამადობელი იყოს ეს, ბატონო ზვიად, ხო? თუ შეიძლება ასე ვიტყვე რომ დღევანდ დავიწყე ყველაზე ძვირფასი რა ჩვენ გაგვაჩნია ამ საჩუქრებიდან ეს გახლავთ ჩვენი პატრიარქის ეპისტოლეების კრებული აქ საზღვრებიდან დღემდე წარმოიდგინეთ ამ ხელა სიყვარული ჩადო ჩვენმა ძვირფასმა სულიერმა მამამ გამოგიგზავნა თქვენ ჩემო ძვირფასო ემიგრანტების დარქმევაც ვიჭირთ არ მინდა რა მინდა რომ ჩემო ძვირფასო ქართველებო პირველად რომელია საქართველოში რომელი ელენეა ნებიერიტი ეგრეა პირველად საქართველოში რომელი გძანდები თქვენ კიდევ ერთი სიტყვა მინდა გაგატანოთ საქართველოსთან. კი ბატონო. მაშასე ბატონი ზვიადი აჯილდოებს ელენე ნებიერიძეს, მარიამ ვალიშვილს, ანა ვალიშვილს და ელენე აბესაძეს უკვე წილად ხვდა თავისი პუტნილი საჩუქარი. ეს კი რა არის ჩემო ნონა? აი ეს ლამაზი მანახე მოდი ჯერ ხო ვანახოთ მაყურებელს. ანსამ მამულიშვილისგან და ნონა ფულაძისგან, მისი სამხატვრო ხელმძღვანელისგან აი ასეთი ძალიან ლამაზი დიპლომი. შემოქმედებით საღამოში, მეგობრობა, გზად და ხიდად მონაწილეობასა და მაღალი საშემსრულო ოსტატობისთვის სათითაოდ გადაეცათ ჩვენს. ნონა მოვიწიოთ ჩვენი მეგობრობა. ანა გთხოვთ სცენაზე. მაყურებლებიდან გთხოვ სცენაზე ამოგზავნეს ზაქარია ძელებიდან, ვინც ბრძანდებით სტუმრად. გთხოვთ ამოგზავნეთ, არ მოგერიდოთ. ეკარი უთაშვილი. ბატონის თურა მოგზავნეთ, ფარჯანაძე, ანსამბლ ბარაკონის ხელმძღვანელი. ძალიან უხერხავ. მადლობა ნონა ლამაზ საღამოსთვის. ორი სიტყვით ვიტყვი. მე დღეს ბედნიერი ვარ ამ თქვენთან ერთად რომ რამდენი წელია ვნახია ჩვენ ერთმანეთს. ხალხო, მე მინდა უბრალოდ ჩვენი ამ პატარა გუნდის სახელით საქართველოს დიდების ხატები გადავცე თითოეულ მონაწილეს. ხელა ბოდიში ფარული ყოფილი დედოფლისა თქვენი რა. მე მინდა ამ სიყვარულით ენა მე უკვე ვერ გამოხატავ ამ ბედნიერებას. ისე პირდაპირ საქმეზე გადახვიდე და ჩვენი ლამაზმანები დააჯილდოვო აი ლამაზი საჩუქრებით და ესეც ამას ცალი ხელი და ორი ხელი აღარ ეყოფა და შეგიძლია დააწყოთ ეს ყველაფერი. მადლობა ჩემო ზურა, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენთან სცენაზე იმყოფება ჩვენი სტუდენტობის დროს 1998 მის 1997 ჩვენი საფარნესი თამა. ჩვენი ემიგრანტი ხაბატონი ეკა. ორი სიტყვით მოვეფერები ვერ მითმელო ჩამოფრინდა ჩვენი ღონისძიებისთვის. მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ ყველა სათითაოდ ამ წრე ადამიანს, ვინც მოგზავნით, დრო გამოყავით. მე მინდა უდიდესი მადლობა მოვუხადო ხალბატონ ნონას, ჩემს ანჟელას, ჩვენს ჩამოგზავნებულ სტუმრებს და ჩვენს სათითაო ანსამბლ მამულიშვილის ყველა პატარა წევრიდან დაწყებული დიდ წევრამდე. უდიდესი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ბატონო მესო ასეთი ლამაზი საღამოსთვის. აუცილებლად უნდა აღნიშნოთ ჩვენი კონცერტის ლამაზი მოჭიქჭიქე მომღერლები, გთხოვთ მოგზავნით. მივესალმოთ კიდევ ერთხელ. მადლობა. მადლობა. თქვენ მოგზავნებისთვის, ჩვენი ღონისძიების ალამაზებისთვის. ის რაც
არასდროს არ უყვის ქართველს ის რაც ყოველთვის უხარია და ის რის სამღერათაც ყოველთვის მზად არის ცეკვა ხომ ვიცით ჩვენ სიმღერაც ვიცით და განსაკუთრებით სიმღერა რომლითაც უნდა დამთავრებულიყო ის ღონისძიება რასაც ქვია მამულიშვილის და გენის ერთობლივი კონცერტი მრავალჟამიერ ჩემო საქართველო და მრავალჟამიერ ქართველობო ყველას ერთად ბედნიერ ჯანმრთელ და შვიდობიან საქართველოში გაგვეგრძელებოდა ცხოვრება მადლობა მომბრძანებისთვის მადლობა იმისთვის რომ იყავით დღეს ჩვენი სტუმრები მადლობა იმისთვის რომ ასეთ შვილებს დით მადლობა იმისთვის რომ ღირსება გვაქვს ყველას ერთად ვიყვარდეს ქართული ხელოვნება და მისი მსახურები ნონა ფულაძეს ძალიან დიდი მადლობა ანი ავადონამ ძალიან დიდი მადლობა და გადავთ ჩვენს სიყვარულს გადავთ ჩვენს მოფერებას აქედან არც ისე შორს იქ ესპანეთში ქართველებისთვის და ნონა შენს ოჯახს განსაკუთრებით ძალიან დიდი მადლობა სად არის პატარა ქალბატონი ქალბატონო მოდი შენ ჩემთან მოგიდო აი ამ ოჯახს ამ ანგელოზ ბავშვებს ვაჟკაცი სად არის ანა არგიშველი ხორიდება არცეც არგიშველი მადლობა ნონა შენ ამ მონაგარისთვის მადლობა აი ამ ქართველებისთვის და ძვირფასო მაყურებლებო მადლობა მომბრძანებისთვის ნონა კიდევ ერთხელ გილოცავ ამ დიდ წარმატებას და გამარჯვებას სიყვარულით საქართველოდან ნახვამდის